გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მე წინა ვიდეოში ცოტა სინანული გამოვთქვი ჩემი გამომწერების მიმართ, მაგრამ დაივიწყეთ ახლა მე არა მაქვს გამყოლი გული, ცოტა რა თქმა უნდა საწყენი იყო, მაგრამ არა უშავს ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქრისტიანი კაცი ვარ და შეიძლება ზოგჯერ რაღაცა მეც მომივიდეს გული კაცო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მთლიანად ამ მიმართულებით და ასეთი მიმართულებით ვცხოვრობ. რა ხდება იცით, ადამიანის მთელი ცხოვრება, ქრისტიანის მთელი ცხოვრება არის რა? არ მინდა მე ისეთ როლში გამოვიდე, არასდროს საუბარში არასდროს არ ვიყენებ ამას ზირთად ჩემ შემოქმედებაში ვატარებ ამ ხაზს, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, მთელი ცხოვრება ადამიანმა იმისთვის უნდა იცხოვროს, რომ ქრისტიანები ასეთ სიტყვას ხმარობენ, ცხონდესო. და ცხონება რა არის საერთოდ? თავისი არსით, როგორ უნდა ცხონდეს სიცოცხლეში კაცი. ძალიან მოკლედ გეტყვით და ეხლა მე ეს ჩემით კი არ მოვიგონე, მე გარკვეულწილად ეხლა იცით, რომ ბერებთან და ისეთ ბერებთანაც მქონდა საქმე, რომლებიც ნამდვილი ბერები იყვნენ, ეხლა იმათზე და წოდესმე მოგიყვებით. ცხონება არის ადამიანის, თვითონ გაისიგრძეგანეთ, რას ნიშნავს ეგ? ადამიანის მიერ სიცოცხლეში სიკვდილის ძლევა. ეხლა წარმოვიდგინეთ ეს რას ნიშნავს. და აქედან იწყება ყველაფერი, აქედან იშლება მთელი პანორამა, აქედან იშლება ყველაფერი აბსოლუტურად, როდესაც ეს მოხდება, მთელი თავისი მშვენიერებით იშლება ცხოვრება და იქ არის სიყვარულის, მადლის, ის ყველაფერი იქადევს, ანუ შიშის ძლევა, ძირითადად ქრისტიანის, ესე იგი მთავარი არსი ქრისტიანობისა, ეს არის შიშის ძლევა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც პეტრე რომიდან გამოდიოდა და ფაქტიურად გარბოდა რა, იმიტომ იცოდა, რომ ელოდა ჯვარცმა და სად მიდიხარო პეტრე უფალი გამოეცხადა და მიდის, ვასწდეს ამას. ხო და თქვენ სად მიდიხართ უფალო და შენ სად მიდიხარ უფალო და მე რომში მივდივარო, შენს მაგივრად უნდა ვეცვაო ჯვარსო. წარმოიდგინეთ რა და მიბრუნდა პეტრე და ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება. ამასში დევს ახლა რაღაც ისეთი, რაც უნდა იცოდეს ქრისტიანმა, რას ნიშნავს ეგ. მე იმიტომ ვამბობ, ჩემი გამომწერი მინდა იყოს ცოტა იყოს, მაგრამ გამომწერი, მაგრამ ისეთი იყოს, რომელიც გაიგებს და ჩემი გამოცდილებიდან ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ არ მივცეთ ჩემ თავს უფლება, რომ ვინმე მისი არ ჩამითვალოს დიდაქტიკური ტონით საუბარი, მაგრამ რა არის იცით, ყველაფერს დაგაძლევინებთ სიყვარული. აბსოლუტურად ნებისმიერ შიშს, ნებისმიერ ეს რომ არ გავაკეთო იქნება და მე ესე და ეს არ არის ქრისტიანის ცხოვრება. როდესაც მახსოვს ბასილი დიც, მე ხა ყველას ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთმა ვერ გაიგოს ეს, მაგრამ როდესაც ბასილი დიც, იმ პერიოდებში ძალიან ისეთი გავრცელებული იყო, ესე იგი არიოზის სწავლება და ვეღარ გაერკვია ხალხს, ესე იგი რა იყო სწორი, რა იყო არასწორი და რამე და ბასილიდის დაპირისპირება ჰქონდა ძალიან დიდი და ქალაქის მთავარმა შემოუთვალა ასეთი რამ, რომ წყნარად გაჩერდიო, დაახლოებით ესე ხა თორემო მე შენო კონფისკაციას გაგიკეთებო და თუ კიდე არ გაჩერდებიო, მე გადაგასახლებო. და თუ კიდე არ გაჩერდებიო, შემდეგ უკვე შეყრი სიკვდილსო. ბასილი დიდმა ამაზე იცით რა უპასუხა?
რასაც თქვენ პირდებით ბატონო ჩემო კონფისკაციასო მე მცირე წიგნებისა მეტი არაფერი გამაჩნიაო გადასახლებას რომ პირდებით მიწა ყველგან ღვთისაო სადაც ვიქნები არ აქვს მნიშვნელობა იქაც ჩემს საქმეს გავაკეთებ და ავასრულებო და რაც შეეხება სიკვდილსო რასაც თქვენ საბოლოო იმაშიო მემუქრებით ამითო ჩემთვისო მეტად სასიამოვნო იქნება რაც ადრე შევხვდები უფალსო ეხლა რა თქმა უნდა ეხლა ის წმინდა მამა იყო და ჩვეულებრივ ადამიანს ეს არ მოეკითხება ამის არც გასიგრძე განება და მეტადრე ასე ცხოვრება მაგრამ დაახლოებით ჩვენ ხო იმისთვის ვისწრაფით აი სიცოცხლეში ეს ხო ჩვენი გამოცდა ღმერთს დავუმტკიცოთ ჩვენ ცუდად არ გამიგოთ ეს დამტკიცება იცით რომ წარს დგება ადამიანი ერთხელ ხვდება უფალს როდესაც გარდაიცვლება და არის იქ რომ გახსოვს შენ მე რომ ვიყავი მშიერი და არ მაჭამეო როდის უფალო მე როდის გნახეო შენო და ის შენი მოძმეთაგანი რომელიც შეგხვდაო და შენ არ მიეცი ის მე ვიყავიო ეს ძალიან საინტერესო რამ არის საერთოდ ქრისტიანის ცხოვრების არსი და იმდენად საინტერესო რომ მე შენთვის უკვე აი მატერიალურს ეკარგება ყოველგვარი ღირებულება და ადამიანები ხო აი იმიტომ გითხარით ამასინათ ბუდიზმზე რო საუბრობდი ბუდა რო ამბობს ესე იგი კაცობრიობის საერთო ხვედრი არის ტანჯვაო და ტანჯვის მიზეზი არის სურვილებიო რა არის სურვილები იგივე ვნებები ქრისტიანობაში უკაცრავად და აი ამ ვნებას მოჰყვება 1000 უბედურება რომ ის გინდა და მე შეჯიბრობითობის ის იწყება შეჯიბრი იმასა აქ მე არა მაქვს ეს რატო არა მაქვს ის რატო არა მაქვს და აი ასე და აი ასე მე როდესაც რაიმეს ვქმნიდი არაფერზე არ ვფიქრობდი არც ახლა არაფერზე არ ვფიქრობ უბრალოდ აი როდესაც ძალიან გამიჭირდება მაშინ ვფიქრობ ხოლმე რომ ეს რომ მქონდეს მაგალითად კარგი იქნება თორე ისე არა რომ რაღაცამ ტანჯავდეს რომ რატომ არ მაქვს ეს და იმას რატო აქვს და მე რატომ არ მაქვს აბსოლუტურად რა არის იცით აი მე ზოგჯერ დიდარი ხალხი დამემდურა და ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დამემდურა იმისათვის რომ ძალიან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი რა მამაო ჩვენოს ლოცვას არ უნდა კითხულობდეს მეთქი მდიდარი როდესაც ბანკში ათეულობით მილიონი აქვს და პური ჩვენი არსობისას თხოვს ღმერთს ეს არ მიმაჩნია სწორად მეთქი ნუ მე ჩემი ისა მაქვს როგორც უქონელ კაცს და არასდროს კიდე გემეორებთ რომ მე არ მქონია იმის განცდა რომ რაიმე მომეპოვებინა ჩემთვის და შემენახა იმისათვის რომ ეს მე მქონო და წარმოიდგინეთ ახლა მე მინახავს მდიდარი ადამიანები როდესაც აი სიკვდილის პირას მიდიან ესეთი ადამიანი ყოველთვის ვაკვირდებოდი მეთქი მე გეუბნებით ცხოვრებას და მინახავს ესეთი მდიდარი ადამიანები რომლებიც აი რა ენანებათ იცით განა ის რომ სიცოცხლეს კარგავენ და რამე ენანებათ რასაც ტოვებენ და წარმოიდგინეთ ის მე რასაც ტოვებენ ის ხდება ჩხუბის დავიდარების და ზოგჯერ მკვლელობის საბაბი გაყოფის დროს და იმან ამდენი ჩვენ დაგვიტოვა ის და ნუ აი ეს უბედურება მოაქვს ყოველთვის გარკვეულწილად სიმდიდრეს ნუ მე ასეთი შეხედულება მაქვს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ყოველთვის ვამბობ როცა მედო თქვათ მოდი არ მინდა ახლა ზედმეტი ვილაპარაკო ამაზე მაგრამ როცა მედო რაღაცა მანეთი ჯიბეში სიტყვაზე 1 ლარია თუ რაღაცა მედო ის ყოველთვის მზად ვიყავი მის გასაცემად თუ კი ჩემს გვერდში აღმოჩნდებოდა გაჭირვებული ადამიანი ასე რომ აი რა არის იცით ღირებულება მთავარი ღირებულება ადამიანისა არის სული და აქედან უნდა დაიწყოს ადამიანის მთელი ცხოვრება იმიტომ რომ ის უკვე დაგანახებს შენ რა არის იმიტომ გეუბნება აი შენი თავი უნდა შეიცნო ჯერ მე შემიცანიო უფალი გეუბნება ჩემზე გავლით მოხდები მამასთან იმიტომ ის გეუბნება იმ ჭეშმარიტებას რომ ის გაიგო და შემდეგ მამასთან სხვანაირად ვერ მოხდებიო ანუ თუ ის არ გეცოდინება
მე და რა არის იცით ადამიანებმა იციან ქრისტიანი ვარ გადაიწერენ პირჯვარს ხე ნაყოფით იცნობაო ეს არის ძალიან კარგი გამონათქვამი როგორც არ უნდა ითამაშოს ადამიანმა რომ აი მე ქრისტიანი ვარ პირჯვარს ვიწერ ეკლესია წირვალოცებს ვესწრები იმას როგორც ცხოვრობ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობ და შენ ცხოვრებას ეტყობა ამიტომ კიდე გიმეორებთ ახლა მე ასეთი გაგება მქონდა და ასეთი ის ბავშვობიდან რომ არასოდეს არაფერი არ უნდა მქონოდა ამიტომ არის რომ დღეს აი განვიცდი ერთ რამეს რომ თქვათ არ მაქვს აი რაღაცა ერთი პატარა თუნდაც ერთი 5-6 კვადრატული სადაც მე დაუშვათ მოთავსდები და აი სადაც მაპატიეთ და გარდაცვალების შემთხვევაში დაიდგმება სასახლე სადაც მე დამასვენებენ აი ეს არის ჩემი ფიქრი მეტი ფიქრი რომ მე ის მქონდეს ეს მქონდეს ეგ რომ მქონოდა კიდევაც გეუბნებით მე ამას ვიშოვიდი არანაირი სხვა ფიქრი მე არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით და მაგაზედაც არა ვფიქრობ რომ იცოდეთ ძალიან ბევრს უბრალოდ ხანდახან გავბრაზდები ხოლმე იმიტომ რომ იმას ეკუთვნის ჩემი დახმარება იმ მთავრობაზე რომ ჩავწერე და ვალდებულია რომ დამეხმაროს ამაში როგორც კაცს რომელმაც რა ვიცი ახლა შეიძლება ერთად აღებული მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი პარლამენტია თუ მთავრობა ერთად აღებულს არ გაუკეთებიათ ის რაც დაუშვათ ჩემნაირს ადამიანს გაუკეთებია და ერთ მეცნიერს და ერთ საზოგადო მოღვაწეს ვინმეს და ამიტომ მთავრობის ვალია რომ ასეთ ადამიანებს მიხედოს ეს ქვეყანა მათი არ არის კაცო ეს ქვეყანა ჩვენიც არის და როდესაც შენ მთავრობის წარმომადგენელი ხარ პირველ რიგში აი მე ბრაზდები ხოლმე სოციალური პროგრამების წინ დგას ყოველთვის რაღაცა ინფრასტრუქტურა რომელიც შენთვის არავითარ საღირებულებას არ წარმოადგენს ის ინფრასტრუქტურა და სააკაშვილმა იცოდა ხოლმე გზები ხო დავაგეო გზები ჰიტლერმაც დააგო კაცო და დღესაც არის ის გზები და სააკაშვილის გზები მეთქი ამას სინათლე ორ კვირაში აიყარა ეს არ არის რა არის ფული მოჭრა იქიდან და აქედან და ისა და ეს ჰიტლერი ფულს მაინც არ აჭრიდა კაცო ნუ გავანებოთ ამ ყველაფერს თავი მე დღეს სულ სხვა რამეზე მინდოდა თქვენი ყურადღება გამემახვილებინა თქვენ რო არ თქვათ რომ აი ესე იქ რაღაცა ესე ის თქვა ეს და რა ჭირდება პოლიტიკოს მე წერ ამას და ეს უბრალოდ წამზღვანება გამომივიდა ცოტა ვრცელი მაგრამ არა უშავს ერთ ძველ უბანში ვცხოვრობდი სადაც ცხოვრობდა ხალხი რომელიც ძველისგან იყო ერთმანეთთან შეზრდილები და აი ერთად გაზრდილები რო არიან ხოლმე და აი ესეთი ძველი უბანი რაღაც ისეთი უბანი იყო და მათი მამები და ისინი და იქ დაბადებულები და ის ცენტრალური უბანია ეს ერთ-ერთი და ხალხი ხოცავდა ერთმანეთს კაცო მე რო გადავედი მე პირველი რაც თვალში მოხვდა ეს იყო ჩხუბი და დავიდარება ყოველ დღე თითქმის იყო ჩხუბი ყოველ დღე იყო რაღაცა დავა ნუ ხან ისეთი ამბავიც ყოფილა რომ მთელი ეს მეზობლები გაცვივნილან რაღაცა ნუ მთელი ამბავი ხდება და ნუ ეს ვაკვირდები ამას ეს რა არის კაცო ეს რაშია საქმე რა ხდება კაცო და დამაინტერესა ხო რა ადამიანი ვარ მე და თანაც მე ცოტა სხვანაირი ტიპის კაცი ვარ იცით ამ იმებს არ უშვებ ხელიდან რომ დავინახო ამის საფუძველი როდესაც ეს ერთი ჩხუბი შეიძლება მოხდეს და ის არ დაგაინტერესოს მაგრამ როდესაც ეს სისტემატიურად ხდება უკვე მაინტერესებს რატო ხდება ეს რაშია საქმე ხო და იქ გადავხედე ამ სიტუაციას ერთხელ მეორედ მესამედ მეხუთედ 25-ად ნუ არის ერთი ამბავი მიმდინარეობს ეს ისა და უყურებ ამ ყველაფერს და ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც ცხოვრობს ესე იგი სამსართულიანი ის იყო და მეორე სართულზე გადმოსცქერის ამ ჩხუბს ამ ქუჩაზე ღიმილით და ყველა ნუ რაღაცას განიცდის რაიმე რატო ჭკუბობთ იქ კაცები ჩაერევიან ქალები იწევლებიან კაცები იგინებიან მიდის გაწევ გამოწევა ერთი ამბავი და რაშია საქმე კაცო რა ხდება რაზე ჭკუბობს ეს ხალხი და ეს ქალბატონი ერთ-ერთი ქალბატონი ყოველთვის გადმომდგარი ესე დაყუდებული ამ რა ქვია მოაჯირს და იყურება ღიმილით და
და ადევნებს თვალს, აი როგორც იცით, გაცისკროვნებული სახით, აი რა ქვია, გახარებული. და აი ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. ნუ თუ ესე იგი ყველას გულზე ხვდება, რომ მე ახალი გადმოსული ვარ ამ უბანში და მეც კი ესე იგი რაღაცა ჩავერევი იქ რაღაცას, ნუ როგორ შეიძლება ესეთი რამე, შენ ძირძველი მეზობელი ხარ აქ ამ უბანში ხარ გაზრდილი და რამე და ცოტა არ იყოს მეუცნაურა. ვინ არის ახლა ეს ქალბატონი? ვინ იყო ეს ქალბატონი? ნუ რა თქმა უნდა ვიცნობდი მე ამ ქალბატონსაც და ყველას ვიცნობდი იქ ახლა ნუ გარკვეული ის გავიდა დრო და რამე და ეს ქალბატონი არის აი როგორ გითხრათ იცი და ის სხვისი დაკნინება არასოდეს არ მიყვარს და მეტადრე აი დაცინო არ გამომივიდეს რომ რაღაცა ადამიანებმა იციან ხოლმე სხვაზე ცუდის თქმა რომ თავიანთი თავი განიდიდონ ესე არ გამიგოთ რა ესე არასდროს არ ვიქცევი მე და არასდროს არ მithქვავს რომ აი იმან ესა და ამან ესა და რაღაცა და ნუ აი ამას ვერიდები ყოველთვის იმიტომ რომ ეს ძალიან საზიანოა თავად იმ ადამიანისთვის ვინც რაღაცას აკეთებს იმიტომ ეს არის ამბიცია და ეს ამბიცია თქვენ არ იფიქროთ რომ ეს არ არსებობს ყველა ადამიანშია მაგრამ ბოროტებაც ისიც რატო არის ორბუნებოვანი ადამიანი ხო მთელი ცხოვრება ჩვენი ქრისტიანებისთვის ესე იგი უნდა იყოს ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და იგივე იმ ვნებების წინააღმდეგ ეგ არის მთელი აი ქრისტიანის ცხოვრება და მასე არ გამიგოთ ამიტომ გეუბნებით იმიტომ რომ მე ესენი არ მჭირს და ყოველთვის მთელი ცხოვრება ამას ვებრძვი მაგრამ ეს ქალბატონი იყო მერთო მაპატიე და ძალიან უცოდინარი ადამიანი ესე იგი ისეთი უცოდინარი რომ ხალხი ამბობდა რომ წერა კითხვაც არ იცის აი იმ დონის ადამიანია აი როგორ გითხრათ იცით აი არაფერი არ იცის აი ამ ქვეყანაზე არ არის მაგრამ უყურეთ ახლა რა ხდება ნუ ვიცით რომ ეს ქალბატონი არის აი ამ დონის ადამიანი ერთხელ რაღაცა ფული გამიჩნდა და ეს კაცები იყვნენ ერთი იმას არ ელაპარაკებოდა მეორე ამას მესამე იმას და ნუ რაღაცა ხალხი უმძრახად იყო ერთმანეთთან და ნუ ჭუბი დავიდარება ხდებოდა ხო გეუბნებით არა და ჯვარედინი იყო იქ და იკრიბებოდნენ ხოლმე ადამიანები მაგრამ ერთი რომ მოვიდო და მეორეს არ ელაპარაკებოდა ერთი იყო ცოტა ესეთი მედიატორის როლს ასრულებდა ერთი კაცი რომელიც ესე იგი ყველას ელაპარაკებოდა ის ჭკვიანი ნუ ხანში შესული კაცი იყო და ის აჟღერებდა იმას რა უნდა ამას რა უნდა და ნუ აი რაღაცნაირად რეგულირდებოდა მაინც უბნური ეს მაგრამ იყო ჭუბი გამუდმებულად ამ კაცს ამ ხნიერ კაცთან მივედი და მეუთხარი აბა მეთქი ჩემო ბატონო ეს ხალხი ეს შენი ძველი ძირძველი მეზობლები მეთქი ხალხია შეკრებილი ახლა იქ უმრავლესობა ამ კაცებისა ამ ჯვარედინზე და მეუთხარი ახლა გაემზადეთ მეთქი ხვალ დასვენების დღეებია ნუ მაშინ ახლა ხალხი მუშაობდა ეს ხდება ძალიან დიდი ხნისი ხო და გაემზადეთ მეთქი ხვალ რომ მე ნუ ესე იგი ბარიდან წავალთ მოვიტანთ ლუც თევს იმას ნუ არახს ავიღებ იმას თუ რამეა საჭირო და შენ სეზონში დაბლა ქონდა დიდი მაგი და თავისი სკამებით მოწყობილი ეს გრძელი სკამებით გაკეთებული ქონდა რა ეზო ქონდა იმ კაცს და ამ ყველაფერს ხვალ მე ვკისრულობ და არაფერი არ გინდათ არავის მარტო მობზანდით. ოღონდ ეს ყველაფერში დამეხმარეთ რომ მოვიტანო უბრალოდ ნუ წავიდეთ ერთად რაღაცა რამდენიმე კაცი დამჭირდებით მეთქი. ხო. ნუ ეს ჩვენი შეხვედრა რა თქმა უნდა მეორე დღეს შედგა. მე ხა ვაკეთებ იმისათვის რომ მაინტერესებს ეს რა ხდება და რო დავჯექით იქ და ეს განლაგდა თითქმის კი არა მთელი უბანი იქ არის კაცები. ხო და სანამდე რამე მოხდება მე უთხარი რომ ეხლა მე ახალგაზრდა ვარ მეთქი თქვენთან შედარებით და თქვენ ახლა ზოგი 50 წელს გადაცილებული იყო მაშინ და ზოგი 60 ლამდეც იყო ხალხი და
ზოგი იყო 40 წლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი ჩემზე უფროსები იყვნენ. მეოთხარი შეიძლება თქვენთან შედარებით ახალგაზრდა ვარ, მეთქი, მაგრამ მივცემ თავს ნებას მეთქი. აი გთხოვოთ ერთი რამ და ცუდად არ გამიგოთ მეთქი. მოდი, სანამ შევზარხოშდებით, სანამ რაღაცას დავლევთ იქ ლუდს, იმას, რაღაც და იმას არ ავსვავდი და ესე იგი, სანამ ეს მოხდება, დავიწყოთ გარკვევა, დაუშვათ იმასთან რატო იჩხუბა, იმასთან და მოდი გულახდილები ვიყოთ ერთმანეთთან. და დავიწყეთ ეს ლუდის დალევა და დავიწყეთ ლასაუბარი. ამის პარალელურად. ბევრი რო არ გავაგრძელო. ადამიანები წავიდნენ რატომღაც ამაზე რა და ერთმა თქვა გულახდილად, მეორემ თქვა, მესამემ თქვა, მეხუთემ თქვა და ერთი სიტყვით გაირკვა რა. ყველა ჩხუბის უკან იდგა ქალი. ანუ ოჯახის დიასახლისი. ანუ ყველა ჩხუბი იწყებოდა ქალიდან, მოდიოდა ყველა ჩხუბი. ეს ყველა დავიდარაბა. და დავიწყეთ ახლა ამის გარკვევა, ახლა ადამიანი ზის, რომელსაც ყავს მეუღლე, იმ მეუღლესთან ხო საუბრობს კაცო, ეს რა მოხდა იქ, რა ისა, როგორ და რამე და მთელი ამბავი და ხო იცის იმანა რა. და აღმოჩნდა რომ ის ქალბატონი, რომელიც რო გითხარით მეორე სართულიდან დაყრდნობილო, დაეყრდნობოდა იმას და იქიდან იყურებოდა, ეს ქალბატონი იყო საწყისი და საფუძველი მთელი ამ ჩხუბებისა და დავიდარაბებისა და იმიტომ იყურებოდა ეს მაღლიდან ასეთი ღიმილიანი სახით და ასეთი კმაყოფილი, რომ როგორი შედეგი გამოიღო მისმა ასეთმა მცდელობამ ჩაეგდო ეს შუღლი და უბედურება. ანუ ადამიანს რა მინდა ამით თქვა, არავითარი განათლება არ ჭირდება, რომ მიაღწიოს ასეთ რამეს და მიაღწიოს იმას, რომ თვითონ ყველასთან კარგად იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანები გადაჰყიდოს ერთმანეთს. ეს არის ნიჭი, ჩემო ბატონო, რომელიც სჭირდება თანამედროვე იმ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ გაიკეთოს კარიერა. იმიტომ გითხარით, პოლიტიკოს განათლება არ ჭირდება და ფილოსოფიური და იმების რა ქვია, ისტორიისა და იმის ცოდნა არ ჭირდება. და ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოში. ევროპაც მოვიარე და კარგად ვიცი, ახლა 60 თუ 70 მილიონია საფრანგეთი და შეხედეთ ახლა ვინ არის პრეზიდენტი. კაცს, რომელსაც 40-ს ვერ ჩააბარებ. ანის ვინ იყო ის, რომ ყავდათ გერმანელებს, გინდა ის შოლციო თუ შულციო და ის მერკელი და ისინი, ვინ არიან ესენი? ანიკ ვინ არის ლონდონში მერი რო ყავთ და მერე რო ისაყავდათ პრემიერ-მინისტრი და შეხედეთ ხალხო. სოფლიო რა დღეშია და რა უბედურება ტრიალებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იცით, ამიტომ იყო რომ ერთი მომენტია სახარებაში ქრისტე ეუბნება, ადექით წავიდეთ, ამა ქვეყნისა მთავარი მოდის და ჩვენ მასთან არაფერი გვესაქმებაო. ამიტომ უნდა იყოს ყოველთვის ეკლესია გამიჯნული ესეთი საკითხებისადმი. იმიტომ არის რომ ჩვენ ქრისტიანობა ვერა და ვერ დავიბრუნეთ ის ქრისტეს მცნებები, ვერ შევიგრძენით, რომ ეკლესია მუდმივად ურთიერთობაში ამ ორომ ტრიალში და იმაში. არავინ არ დამდოს ახლა ბრალი რომ რატო და ესე და ეს. დაფიქრდით, ვისაც გააქვთ ჭკუა და ვისაც გააქვთ გონება და გაისიგრძეგანეთ რას ვამბობ. მუდმივად ეს იქნება, მუდმივი არეულობა იქნება, სანამ არ გაემიჯნება ეკლესია სახელმწიფოს. და არავითარი კავშირი, არავითარი ფულადი ისინი, რა ქვია, სახსრების მიღება იქიდან და არავითარი ურთიერთობა გარდა იმისა, რომ გქონდეს სულიერი ურთიერთობა და ლოცავდეს, ესე იგი თავისი ერის წარმომადგენელს და ყველას უნდა ლოცავდეს ეკლესია და ყველას უნდა იღებდეს ამავე დროს. მაგრამ ისი არა,
რომ შენ მობძანდი რა ქვია წარმატებულ ადამიანო და შენ ვიღაცა ქალბატონო იცი რა მშიერი რო ხარ და რაღაცა გადი რა გარეთ დაელოდე რა თუ და ის იმიტომაც თქვა ქრისტემ ის ქალბატონი უფრო გამართლებული გავაო ვინც მიიწვია იმ რა ქვია სახლის პატრონმა ის იმ ანუ ტაძრის ვინც მე არაერთხელ მithქვავს სირვალოცვას ვინც აღავლენს იმაზე გამართლებული გავა ის ქალბატონი როგორც ქრისტე ამბობს რომელიც დგას იქ და ტირის ანუ აი ის ქალბატონი უფრო გამართლებული გავა რომ იმას თავისი ცრემლებით ფეხები დამბანაო და თავისი თმებით შემიშრალაო გესმით ამიტომ არის რა იცით მე როდესაც ვაუბრობ აი ბერებზე წეგან რო გითხარით ეს ბერები არასდროს არ ჩანან იმიტომ რომ მათ არ ჭირდებათ ეს გამოჩენა სადღაც ვიღაცას იქ რამე რომ გამოვლენ ხოლმე და ის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თან იზაღე მე ბერი ვარ და აი ამას ეს არ შეიძლება და ეს რევოლუცია უნდა თქვენ აიღეთ სახარება და ნახეთ პილატე პონტოველის წინააღმდეგ მეფის წინააღმდეგ და ვინმეს წინააღმდეგ საერთოდ ქრისტე ჩასდგომია იმ ათასობით ხალხს სათავეში რომ ეს რა ვია სასახლე ავიღოთო და ისაო გაგიგონიათ ესეთი რამე თქვენ აი ვინახია წაგიკითხავთ სადმე პირიქით იმას გეუბნებით ადექით რომ ამა ქვეყნისა მთავარი მოდისო და წავიდეთ რომ ჩვენ მასთან არაფერი გვესაქმებაო იმიტომ რომ ამა ქვეყნისა მთავარი ყოველთვის არის ის რაც მოგიყევით ახლა და სულაც არ არის სანატრელი ახლა მე მაქვს დაწერილი ზოგმა შეიძლება იფიქროს რატო დაწერა ეს და რატო მოეწონა და რატო ის და რატო თუ არ მომეწონა მე სიუჟეტი სადაც რაღაცა ქრისტიანული მორალი სადაც ეს რაღაცა ლაიტმოტივად არ გაზდევს ჩემს არ შეიძლება ისეთი ნაწარმოები შევქმნა სადაც ეს არ იარსებებს ეს მორალი რაც მომეწონება მე აი რას ამბობს იქ ცეკას მდივანი მე ადამიანებს ვეძებდი რაიკომის კაბინეტებში შემდეგ ცენტრალური კომიტეტის იმაში რა ქვია ტალანებშიც კიო კორიდორებშიც კიო მაგრამ რა ვიცოდიო რომ ჩემი მოძმეები თავიანთ სარგე ესე იგი თავიანთ იმას რა ქვია იარლიხსო მე მომაკერებდნენო ციხეში გამომიშვებდნენო და აქ ვიპოვნიდი ადამიანებსო ადამიანი ყველგან არის თორე ქრისტე არ გეტყოდათ რომ პატიმრებისთვის ილოცეთო რას გეუბნებათ ქრისტე რას გვეუბნება უпроსორად ჩვენ ყველას მეც ადამიანი ვარ ჩვეულებრივი და მე ეს კიდე გეუბნებით რომ არ მქონოდა საწყისი ამ მონასტრებში და რომ არ მყოლოდა ჩემი უფროსი მეგობარი რო არ ყოფილიყო მეუფე თადეოზი ამ ყველაფერში ესე ღრმად ვერ შევიდოდი ამ საკითხებში რას გვეუბნება ბოლო ვინც არისო ის იქნება პირველი ხოლო პირველნი იქნებიან უკანასკნელნიო და თუ ადამიანს აი კარგად გავისიგრძეგანებთ ამას არ ვიცი ადამიანი როცა ფიქრობს რომ ის მოკვდება და მასთან ერთად მოკვდება ყველაფერი ის არის უაზრო ადამიანი ამიტომ არის რომ ამ ქვეყნიური აი როდესაც აი ნიჩეს მოყვანა მიხდება ხოლმე ხშირად და ნიჩი ამბობს ნუ ცუდი სიტყვებით ამბობს იმას მე ვერ გავიმეორებ მაგრამ ღმერთს რა მოუვიდა რომელ საუკუნეში ნუ ის ამბობს მაპატიე ღმერთო და ღმერთი გარდაიცვალაო ადამიანს ანუ დაკარგა ღმერთი და ეს შეცვალა ტექნიკურ ინდუსტრიულ პროგრესმა შემდეგ და ნუ აი ეს ყველაფერი განვითარდა და ნუ აი ეს მივიღეთ რაც მივიღეთ რომ ადამიანი ფიქრობს უკვე სააკაოზე საიქიოს გზნობა რადგან ღმერთი აღარ ახსოვს იმას და ღმერთი აღარ არსებობს იმის თავში და დამთავრდა იმის ყველაფერი იმიტომ რომ სააკაოს გზნობს რომ მიიღოს მეტი სიამოვნება და არა და კიდე გეუბნებით რა მე ვარ კაცი რომელმაც გავიარეთ უამრავი უბედურება და თქვენ გონიათ ახლა ვზივარ ჩვეულებრივ და არაფერიც არ მახსოვს რა იყო ის უბედურება ასე არ ემახსოვრება იმას რა ჩაიცვა და დაიხურა
და რა ჭამა და რა ის მორდოხაი რო ეუბნება, არაფერს აღარ მახსოვს. ასე არ მახსოვს მე ის წვალება და წამება. და ვფიქრობ, რომ უფრო გასუფთავებული, სულიერად უფრო მივეგებები, კი, შეცდომები როგორ არ დამიშვია ადამიანის წინაშე, რა თქმა უნდა. ისეთი შეცდომები არ დამიშვია, რომ ვიღაცამ მითხრას, რომ არაკაცი ხარ. მასეთ შეცდომებზე არ ვლაპარაკობ. პატარ-პატარა რაღაცები უნებლიეთ მე დამიშვია და ნუ შემდეგში ვცდილ ვარ ამის გამოსწორებას, ზოგი გამომისწორებია, ზოგი ვერ და ასე შემდეგ. მაგრამ არაკაცური საქციელი არ ჩამიდენია რა. ღვთისთვის მიუღებელი საქციელი მე არ ჩამიდენია. შეგნებულად არ ჩამიდენია ყოველ შემთხვევაში ღვთისთვის მიუღებელი საქციელი. ასე რომ კიდე გეუბნებით თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია ახყვება ნებას თუ ახყვება მიხვება ქრისტიანულ ცნებებს. მე მინდა რა არის იცით კიდევ და კიდევ გითხრათ მიუხედავად იმისა რომ დღესაც არ ვიცი როგორ დავასრულებ სიცოცხლეს არავინ არ იცის ეგ და შეიძლება ორი ვარიანტია რა ნუ ან ესე ვიქნები და აი როგორც ვარ ახლა და ან რა ვიცი სადღაც დავასრულებ ალბათ ცხოვრებას. მაგრამ მიუხედავად ამისა ბედნიერად ვგრძნობ თავს და ერთ რამეს ვევედრები უფალს. აი გონება და მოძრაობის უნარი არ წამერთვას. აი კონსტანტინე გამსახურდია სუთქამზე სხვათა შორის მეუფესაც აი ჩემს მეგობარ მეუფესაც უთქვამს ფეხსი ამაყენეთო. რო ვეღარ დგებოდა უკვე ფეხსი ამაყენეთო. ქრისტე ღმერთი მოდის და მას უნდა შევეგებო. ნუ დაახლოებით ახლა კონსტანტინე გამსახურდი ესეთი მორწმუნე კაცი არ იყო, მაგრამ ნუ არ ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ თლათ ახლა მეუფე თადეოზი ვიტყופილიყო მორწმუნე, გარკვეულწილად კი რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფეხზე წამოდგა და სიკვდილის წინ ასე შეეგება, ესე იგი სიკვდილს. და აი ამას ვთქო ღმერთს. დანარჩენ შემთხვევაში მე არ ვთვლი რომ ცუდად გავატარე ცხოვრება და ცუდი იყო ჩემი ცხოვრება. პირიქით აი როდესაც აი ხანდახან ავიღებ ხოლმე ჩემ რომელიმე წიგნს რაღაცას ან ვნახავ კომპიუტერში და რაღაც ადგილსო წავიკითხავ აღარ მახსოვს ის თითქოს და უცბად გამახსენდება როდის დავწერე ეს როგორ დავწერე რას ვგრძნობდი რაღაც ისეთ ადგილს რომ მივაგნებ ხოლმე რა და მე ვამბობ როგორ დავწერე ეს ადგილი იცით რა ბედნიერებაა ეს იცით რა ბედნიერებაა ეს ვერ გადმოვცემ ამას ამიტომ კიდე გეუბნებით ეძებეთ ბედნიერება თავისუფლებაში და იმაში რომ რაც გინდათ თქვენი საკეთოთ თორე არავითარი მატერიალური ბედნიერება არ არის ამის დატოვება მატერიალურის დატოვება გაგიჭირდებათ ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ჩამრთელობას გისურვებთ ბედნიერებას გისურვებთ და ყველას იმას გისურვებთ რაც გსურთ და მინდა რომ გსურდეთ ყოველთვის პირველ რიგში დააყენოთ სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ ნახვამდის